2021 წელი შემოდის. ბედნიერების, იმედის, წინსვლის წელი. აი ამ პაწაწინა არსების წელია, როგორც ამბობენ, ცხენის. და ცხენი საქართველოს აუცილებლად გაწინებისკენ უნდა გაყვეს, ხო მართალია? ცხენი ჩვენი წინამძღოლი იქნება და ჩვენ უკვე გავყვეთ. ცხენი ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთი გიგანტი. და ქართულ კაცს ისე უყვარს ცხენი, რომ ამბობს კიდეც, რომ კარგი ცხენი მათრახს არ დაითქვამს, ხო მართალია? და მჯერა რომ საქართველოს მართლა ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ იმედია ცხენი მოუტანს იმ ნანად მშვიდობას და ნანად გაერთიანებას. ბატონ ზაქარია, დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულების წინ ვიმყოფებით და მინდა რომ ჩვენ ერთგულ მაყურებლებს და ჩვენი ტელეკომპანიის და ჩვენი კლინიკის პაციენტებს ასევე უსურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და რამდენიმე რეკომენდაცია მივცეთ. იმისთვის, რომ მომავალი წლის დასაწყისში აქ ძალიან დიდი რიგი არ დაგვახვედრონ, ასე ვთქვათ, ხო? პირველი რეკომენდაცია, რაც მინდა რომ უთხრა, ეს არის ზომიერება. ეს არის ჩვენი საყვარელი ფრაზა, ამით ვიწყებთ ხოლმე მე და თქვენ ყოველთვის საუბარს და უსურვოთ მათ ზომიერება, როგორც ხინში, ისე კვებაში, რა თქმა უნდა. მე ზომიერება ცოტა სხვადასხვა ვეთქვი ჩვენს მაყურებლებს. დიახ. ქართულ ლიტერატურაში სუქანი გმირი 19 საუკუნემდე არ არსებობდა. პირველი სუქანი და გემოთმოყვარე გმირი ქართულ ლიტერატურაში გაჩნდა 19 საუკუნის შუა პერიოდიდან, როდესაც ილია ჭავჭავაძემ აღისა და საქართველოს ასე ვთქვათ, მაშინდელ საქართველოს სარკეს ჩაახედა ლუარსაბ თათქარეთის მეშვეობით. დიახ. პირველი ჭარბწონიანი პაციენტი. პირველი ჭარბწონიანი ლიტერატურული გმირი. რატო არ იწერებოდა წინა საუკუნეებში სუქანი ლიტერატურა? იმიტომ რომ ელემენტარულად არ არსებობდა საქართველოში სუქანი კაცი. იმიტომ რომ ქართულ ადამიანს ძალიან ბევრი ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციების შესრულებას ძალიან დიდი შრომა ჭირდებოდა და საკვებს ადამიანი ქართველი კაცი ღებულობდა იმისთვის რომ მეორე დღე გაეგზელებინა და ეცხოვრა როგორც საკვებს იღებდა და არა როგორც სიამოვნების წყაროს. და ზომიერებას იცავდა. და თუმცა ქართული სუფრა ძალიან დიდარია სასიამოვნო საკვებებით, მაგრამ საკვები როგორც ასეთი, როგორც ტანსაცმელი განსხვავდება ადამიანების სადღესასწაულოდ სხვა ტანსაცმელი და ყოველდღიურობისთვის სხვა ტანსაცმელი, საკვებიც ესე უნდა იყოს ჩემო ძვირფასებო. ეხლა დღესასწაულის პერიოდია და მე უსურვებ ჩვენს ტელემაყურებლებსაც და ჩვენს პაციენტებს გქონდეთ ხვავით და ბარაკით დახუნძული სადღესასწაულო სუფრა, მაგრამ ეს იმისთვის რომ დღესასწაულოს, ეს იმისთვის რომ არ გადაძღეს და რაც შეიძლება მეტი სტუმარი მიიღოს და მეტი სტუმარი გააკვირვოს თავისი სადღესასწაულო განწყობით. და კულინარიული შედევრებით. კულინარიული შედევრებით. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩაივლის ეს პერიოდი, დღეს უნდა გადავიდეთ ჩვენ ყოველდღიურ კვებაზე. რომელიც ხო, განპირთვა არ ქვია ამას, ყოველდღიური კვება არის ის, რაც არის ყოველდღიური კვება. არ არის აუცილებელი სუნელების გაჯერებული საკვები, რომელიც საერთოდ ძალიან აქტიურებს შავაწარმოქმნელ აპარატს და ძალიან დიდი ტვირთია, მოკლედ ჩვენი კუჭა-წყალის ტრაქტისთვისაც და ჩვენი ფსიქიკისთვისაც. ბატონ ზაქარია, კიდევ ერთ დეტალზე მინდა გითხრათ. მრავალფეროვანი ქართული სუფრაა და მინდა ჩვენს მაყურებელს ურჩიო, რომ ყველაფერი ერთად არ მიიღოს. ეს ნუტრიციოლოგიურად ძალიან სწორია. ყველაფერი შეუძლია მიიღოს ოღონდ ზომიერად, გასასინჯად და არა გასაწყობად. და კიდევ მეორე პრობლემა გვაქვს, დრო როცა ვიღებთ ამ კერძს, საახალწლო სუფრა, ამის 12 საათის მერე იწყება, რომელიც ძალიან არ უყვართ არც გასტროენტეროლოგებს და არც მარტო საახალწლო სუფრაზე არ არის ეს. მაგალითად იმ ადამიანებს მე ვეთქვი, ვინც მარხულობენ, ხო? დიახ, აუცილებლად ეს ცალკე თემაა. ვინც მარხულობენ, მათთვის არ არის აუცილებელი, რომ ეს გადაპატიჟება-გადმოპატიჟებებში მიიღონ მონაწილეობა.
იმიტომ რომ ეს მათ მარხვას ტანჯვად აქცევს. იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ადამიანი მაინც თუნების მსხვერპლია ყოველთვის და არ შეიძლება. საქართველოში მართლმადიდებლურ ეკლესიაში ცოტა ეს აღრეულია, იმიტომ რომ წესით ჩვენთან თუ იმ კალენდრით მივყვებით, რომელი კალენდარითაც მართლმადიდებლობა სარგებლობს, ჩვენი ახალი წელი 14 იანვარს უნდა დგებოდეს. და მაშინ არ არის ესეთი რთული გადასვლა. ამიტომ საქართველოში ამ კალენდრების აღრევამ გამოიწვია გაორება დღესასწაულების, ორი შობა, ორი ახალი წელი, ამის არის ორ ნინოობასაც აღნიშნავენ და ორ ნათლისღებასაც. ეს იანვარი არის ძალიან საინტერესო დახუნცული. მარხვა როგორც ასეთი, ვინც მარხულობს, მათთვის ვიტყვი, რომ სახაზო სუფრა სამარხო საკვებით მდიდარია. მით უმეტეს, რომ ეხლა შევდივართ ცოტა მძიმე მარხვის პერიოდში, ბოლო კვირა, ანუ 7-მდე ფაქტიურად ხორციც კი არა, თევზიც არ იჭმევა, მსუბუქი მარხვა საერთოდ ეს შედარებით თევზით ხსნილია ოცნებაც და პარასკევის გარდა, მაგრამ წესით ბოლო კვირა ძაფრდება ხოლმე მარხვა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენმა პატრიარქმა დაინდო ქართველი ადამიანის გემოთმოყვარეობა და პირველი ორი რიცხვი გაახსნილა, როგორც მე ვიცი, თევზით. ასე რომ თევზი იქნება ეგრეთ წოდებული სამარხო სალათები, რომელთაც ძალიან მდიდარია ქართული გასტრონომია. ხო, ბალახეული საკვები, რომელიც ნიბზით არის, მაგრამ ნიგოზე საკმაოდ დიდი ტვირთია ესაც, მაგრამ ძალიან სასარგებლო, ზომიერად უნდა მოვეხმაროთ, ხო? მე გავცემ ამ რეკომენდაციას და ნუტრიციოლოგი გვერდით მიზნისა მეთანხმება. თუმცა შეგვიძლია ნიბზის ჩანაცვლება უნიგზო სალათებითაც და რატომაც არა, ძალიან გემრიელია და მარხვაში მე ძალიან მეგემრიელება ხოლმე სტაფილოს მით უმეტეს, როცა ეზოთერიკოსები გვეუბნებიან ჩვენ, რომ სტაფილო აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ ცეცხლოვანი ცხენის წელია და უფრო ყვითელი ფერის საკვები უნდა იყოს. სტაფილოს სალათი ძალიანაც კარგია. თქვენ ახლა ძალიან საინტერესო რამე გააჩნიათ. ზეთით შეზავებული, ზომიერად სანელებლებით შედელებული, უგემრიელესი რაც მე მომწონს და თქვენ და ასევე ლობიო, ქართული სამზარეულოს გემოვნებაზე არ დაობენ. ხო, ლობიო მაინდა-მაინც არ ეკუთვნის ქართულ სამზარეულოს, იმიტომ რომ ლობიო საქართველოში შუა საუკუნეებიდან გაჩნდა. მას შემდეგ რაც იმოგზაურა ამერიკის კონტინენტზე კოლუმბის დიდი აღმოჩენების ეპოქა მას დიდმა კონკისტადორებმა მათ ჩამოიტანეს ეს უცნაური საკვებები საქართველებისთვის კი არა. თუმცა დაბრუნდა ბატონო ზაქარია, დღეს ბევრი იყენებს. სხვა შორის კარტოფილის იქ არ მოდის. და კარტოფილის მოხმარება არც იცოდა ევროპამ წესიერად იმდენად, რომ პეტრე პირველის დროს კარტოფილის აჭარბების სახით არის ცნობილი ის პერიოდი, რომ დააძალა კარგი საკვებიაო და ეს მოიყვანებოდა და ხალხმა არ იცოდა რა უნდა ეჭამა შეჭამეს. ძირხვენა არ წარმოიქმნა ნაბოჭდარი. ეშობი არ შეჭამეს და შეჭამეს ის ქლოროფილის სავსე. ჩვენი ასე ვთქვათ ნაყოფი, რომელიც საკმაოდ ძლიერი საწამლავია და ხო, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რა უნდა შევჭამოთ კარტოფილის და ძალიან კარგი არის შეწვარი კარტოფილიც, რატომაც არა საფრესას. ძალიან საინტერესო კერძია ბატონო ზაქარია, შემწვარი კარტოფილი ქართული კულინარიისთვის. სხვა შორის ერთ პერიოდი ძალიან საოცარი ინფორმაციას მოусმინე ერთ-ერთ ტელევიზიაში მიდიოდა ინტერაქტიული გამოკითხვა, რომელიც საკვები ანიჭებენ უპირატესობას ქართველები. და ჩვენ და გასაოცარად 85%-მა ამ გამოკითხულთან შემწვარი კარტოფილი დაასახელა. ზუსტად მაგას ვამბობ. მით უმეტეს ბავშვებს ბატონო ზაქარია. ეს იყო ნონსენსი, არ მეგონა. კი ბატონო. ეს ძალიან უყვართ კარტოფილი. ბავშვებს მით უმეტეს ძალიან უყვართ. ძალიან კარგი საკვებია, მე
რამე თქვის მის უფრო შემავსებელია საკმაოდ არა მარტო კარტოფილი და არა მარტო ძალიან ბევრი არის სამარხო კიდევ სხვა საკვების და უშუალოდ ხორცებზე თქვით ამ პირველ დღეში ხო გოზინაღი რა თქმა უნდა მაგრამ გოზინაღიც ალბათ იმისთვის არის საჭირო რომ მიულოცოთ ერთმანეთთან როგორც იციან ხოლმე საქართველოში დავაბეროთ ერთმანეთი ტკბილად ხო და ქართული ნუგვარი ესე ვთქვათ ბატონ ზაქარია არის ძალიან საინტერესო ფენომენი კიდე აი კულინარიულ სადღესასწაულო სუფრებზე როცა ვსაუბრობდით ეს არის ჩიჩილაკი რომელიც ისტორიულად იწყებოდა მთელი რიგი ხილებით ისე დიახ ისე იწყებოდა კი ბატონო და დღეს უკვე ოჯახებში დგას იმიტომ რომ აი პერიოდში უნდა იდგეს იქ იყო მანდარინი და თელის ისეთი იერარქიულად სხვადასხვა ხილი რომელიც სათითაო მათგანი განასახიერებდა ხვავს და ბარაქას ამიტომაც დღეს ჩვენ სუფრებზე აუცილებლად აი ამ ჩამოთვლილი კერძების გარდა არის კიდე ხილი მოთავსებული რომელსაც ძალიან დიდი სარგებლიანობა მოაქვს მით უმეტეს ბავშვებს უყვართ ძალიან მანდარინი მე სულ ფიქრობ რომ ჩვენი ერთ-ერთი ასე ვთქვათ ბიზნეს თვალსაზრისითაც არის ერთ-ერთი დასაყრდენი პროდუქტი და თუ დღეს საქართველოს მანდარინის გაყიდვა უჭირს იმიტომ რომ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ ეს ძალიან ცუდია იმიტომ ძალიან სასარგებლო და კაი ხილია და არ ჩამორჩება ბევრად არც პორტოხალს და არც სხვა დანარჩენს თავისი ოჯახის წევრებს ასე ვთქვათ ნარინჯებიდან ამიტომაც მინდა ქართველებს მოგიწოდოთ დღეს ძალიან უჭირთ ქართულ გლეხებს მანდარინის გაყიდვა ბაზრებზე ძალიან იაფია და ისინი ფაქტობრივად კაბიკებში ყიდიან მართლაც მე არ ვამბობ კომერციული თვალსაზრისით და თუ ამითაც დავეხმარებით ჩვენ ერთ ესე იგი ძალიან კარგი იქნება ხო მართალია რომ ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვას ისევე როგორც წვენებში და ლიმონადებში და რა თქმა უნდა ღვინოში მე მინდა თქვენ ჩიჩილაკის არსი ჩიჩილაკის არსი? რა სიმბოლო? ანუ სიმბოლო, რა ვიცი, ხვავის ბარაქის, როგორც ვიცით, ხო? დიახ, რატომ მე ხვავის და ბარაქის, აბა ესეთი ხისტოთი არის, რომელიც არის ათრილის. ეს გვეუბნება რომ ერთ კინკილა პატარა ხისტოს თუ შეუძლია ამდენი ნაფურჩლი გაიკეთოს, ეს არის გამრავლების და დაბევრების სიმბოლოა ჩემი კეთილებო და მინდა რომ ესე გამრავლდეთ როგორც თქვენი ჩიჩილაკები ასახსი ესეთი ბევრი ნაყოფი გამოისხათ თითოეულმა და ესეთი საინტერესო სიმრავლით, სიხვავით და ბედნიერებით სავსე წელიწადი გქონოთ. კი ბატონო. და ბატონ ზაქარია მივადექით ყველაზე რიტუალურ კერძს და სასმელს. ეს არის ღვინო, ქართული ღვინო. მე ვისურვებდი რომ ყველა ქართულ ოჯახში ზუსტად ქართული ღვინო იყოს და არ მინდა ეხა ჩამოთვალო რაღაც სხვა სასმელები, იმიტომ რომ ღვინო ჩვენთვის მარტო თრობის ის არ არის საშუალება, ეს არის რიტუალური სასმელი, რომელიც ჩვენთვის არის უფლის სისხლის და აი ამ სიმბოლიზმთან დაკავშირებით მინდა თქვა, დღეს ჩვენ სუფრაზე გვაქვს ესეთი ძალიან პატარა კახური, ბატონ ზაქარია კახეთიდან წარმოშობით და ძალიან უყვარს და იცის კარგი სასმელი. თელაური საფერავი. თელაური საფერავი და მინდა კიდე აი ეს მოწოდებაც გავაკეთო, რომ თუ ყიდვა ალკოჰოლის მოდით აი ეს თელაური საფერავი და ჩვენი ადგილობრივი ვიყიდოთ და ადგილობრივ წარმოებას დავეხმაროთ, იმიტომ რომ სანამ ღვინო და ვენახი არსებობს, მანამდე ქართული ჯიში და ჯილაკი არსებობს, ხო ბატონო ზაქარია? და სულ ვამბობ ხოლმე, რომ ქართული როცა ამბობენ, რომ მეღვინეობის სამშობლო ვართ, ჩვენ მევენახეობის სამშობლო ვართ. მევენახეობა ბევრად დიდია, ვიდრე მეღვინეობა და უფრო წინარე პერიოდისაა და თუნდაც ჩურჩხელა, ფელამუში, ტყლაპი და აი ვაზის ფოთოლში გახურული ტომაროდეს მაგიდაზე ისიც ამ ერთი ჭკვიანი და ლამაზი ხის ნაყოფია და იმ ქართულს გამომარჯოს, ვისაც ერთი ვენახი მაინც უდგას ბატონ ზაქარია, თქვენი თამატობით ვიცი რომ პატარა ფაზენდა გაქვთ, ასე ვთქვათ, ხო? ქართული ადგილობრივი ვენახი სადიდ ბევრი მოვლა, მე ამდენი დრო არ მაქვს და ამიტომ ჯერჯერობით თავს ვეკავე ვენახის შეძენი. აუცილებლად თუმცა ფიქრობთ იმაზე რომ ვენახი აუცილებლად მე შემშვილი მაშინ როცა ქართველები ჩეხავენ ვენახს დაუტოვებ ვენახს და იქ დაუტოვებ რომ ხო სულ ვერ ვიქნები შრომის და გარკვეულობის ჩემი ძირითადი პროფესიით როდესაც ადამიანმა უნდა იფიქროს სიბერეზეს და პაპობაზეს მოვისთვის და ამიტომ მინდა რომ ფიქრო ყოველ შემთხვევაში რომ როდესაც უფრო მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდება გადავსახლდე მე
კოშკია ეს. და ჯანსაღი ცხოვრება უკვე ქართულ მიწაზე. საყვარელ რეგიონში, საგარეჯოში და სადაც ყველა პირობაში შექმნი იმისთვის, რომ ოჯახური პატარა მეურნეობა ვაჩვენო ჩემს შვილებს, როგორ უნდა წარმოუდგეს და ჩემს შვილიშვილებს და რომელსაც დაერქვა მე პაპას ვენახი და შვილიშვილები გაუფრთხილდებიან. საინტერესო თემები გავაზრებთ. გაუფრთხილდებიან. ესე უნდა ფიქრობდეს მე მგონი ჩვენი ქართველების უმრავლესობა. მე ესე მგონია ესეთი ფიქრი მგონია სწორი ფიქრი. თუ ჩვენ მინდა რომ შთამომავლობას შევაყაროთ ჩვენ სამშობლო, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთნაირად, რომ ეს მოეწონოთ ბავშვებს. საერთოდ მომავალი თაობა მაგალითებით იზრდება და მე უფროს თაობის და ჩემი თაობის ხალხს მოვუწოდებ, რომ უფრო მეტად სამაგალითოები იყვნენ შთამომავლობისთვის. მათ მოსწონდეთ შვილიშვილებს, მოსწონდეთ პაპები, უყვარდეთ. თუ არ მოეწონა პაპის საქციელი, ის ვერ შეიყვარებს შვილიშვილი და თუ პაპა არ შეუყვარდა არც პაპის სამშობლო მოეწონება და თავის სამშობლოდ არ ჩადის. ამიტომ საქართველოს მამულიშვილები აკლია. მოსახლეობა გასაგებია რომ აკლია საქართველოს მცირდება ქართული მოსახლეობა, მაგრამ ქართული მოსახლეობის შემცირება იმდენად საგანგაშო არ არის, რამდენადაც ქართველ მამულიშვილთა სიმცირე. მამულიშვილობა აკლია მომავალ თაობას. გვარები არ აკლიათ, ძალიან კარგი გვარები აქვს ყველას, მაგრამ მამულიშვილური გამშვალვა აკლია მათ სულებს. ამიტომ მე ყველა პაპას ბებოს მოვუწოდებ, რომ მეტი კონტაქტი იქონიონ თავიანთ შვილიშვილებთან. შვილიშვილებს მოაწონონ თავი. ოჯახური დღესასწაული. ჩვენი ცხოვრება, ჩემო ძვირფასებო ჯერ არ დამთავრებულა, ჩვენ ყველა საპასუხისმგებლო პერიოდში შევდივართ ჩვენი ასაკით. 60 წელს გადაცილებული ხალხი, როდესაც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენ შვილიშვილებს მოეწონოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენმა შვილიშვილებმა დაგვაფასონ. ანა ისე დაგვაფასონ, რომ თავს გვევლებოდნენ და გინდა თუ არა, აბა იქ წაგიყვანო პაპა და აქ სამოგიყვანო. არა, გინდესწორეთ, არა, ჩვენ როგორც ვიცხოვთ, ისე ვიცხოვთ, არ ჭირდება შვილიშვილების მოვლა უფროს თაობას. პირიქით. ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი ჯანი უნდა შემოგევლოთ თქვენ, ჩემი ძვირფასებო და ჩემი პატარებო. ამიტომ იცხოვრეთ ბედნიერად, ახალგაზრდა თაობას მიმართავ, იცხოვრეთ თამამად, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგი პაპები და ბებიები ხართ და უფრო მეც დაუკვირდით თქვენს უფროს თაობას. თქვენი მამების, თქვენი დედების მშობლებს უფრო მეტად დაუგდეთ ყური, მათ თქვენს გარდა სხვა არაფერი საკეთებელი არ აქვს. აი საიდანსადმილებით ღვინო იქამდე. და ღვინოა ზუსტად ის პროდუქტი, რომელი პროდუქტითაც ღირსება ითქმის ხოლმე ადამიანის და ქვეყნისას და ყველაზე პოზიტიური მომენტების. იმიტომ რომ ღვინო ქართველისთვის არ არის მხოლოდ სასმელი, არ არის მხოლოდ მუცელში ჩასასხმელი და მხოლოდ ალკოჰოლის შემცველი. ეს არის მთელი ფილოსოფია. ქართველმა კაცმა შეძლო, რომ ღვინოს ფილოსოფიური განცდა მიანიჭა. ქართველმა კაცმა შეძლო, რომ მოესმინა ღვინისთვის, რას ელაპარაკება ღვინო მას და რა დასაჭირში იყო ვენახი, მანამ ის ღვინოდ დადგებოდა. აქედან გამომდინარე მე ვენახებსაც მიმართ. ვინაიდან ქართველებისთვის ღვინო სასმელზე უფრო მეტია და ბევრად მეტი, ამიტომ ვენახებო. ვენახს საწამლავით გაფრთხილება არ შეშვენის. ვენახს მოვლით უნდა გაფრთხილება. მოუვარეთ. გაიხსენეთ თქვენი წინაპრები როგორ უვლიდნენ. გაიხსენეთ რომ ყველა ვენახში იდგათ 5-6 ძირი კაკალი და ისთვის იდგა ყურადღება დააყოლეთ ამას. კაკლის გარშემო არც ერთი მწერი არ ხარობს. კოღო არ ჩერდება კაკლის გარშემო. ამიტომ ის პარაზიტები,
წერი პარაზიტები, რომელიც ვენახში შემოსევია და ამისთვის ჩვენ საწამლოებს ვაყრით, ამას თავისუფლად სანახევროდ მაინც უვლიდა ვენახის გარშემო დარგული კაკლის სიგები. კაკალს დიდი დანიშნულება აქვს. და ამხელა ჰექტრობით და 10 ჰექტრობით ვენახები რო არის, ერთ სხვა კულტურას ვერ ნახავ იმ ვენახში. იქ ვენახის ატამი საერთოდ გაქრა. ჩვენი ეს არის უნიკალური ჯიში, ვენახის ატამს ვეძახდით, ჩვენ სახეთში ატამი, რომელიც პატარა და ყველაზე გემრიელ ნაყოფს ისხავს. სხვათა შორის იმ ატამსაც ანალოგიური დანიშნულება აქვს. ვენახში პამიდორი იზრდებოდა. დათესეთ ეს პამიდორი, მოიყვანეთ, მაგრამ როდესაც 18-19 ჯერ არის შეწამლული ვენახი და ყოველი წვიმის მერე ეს საწამლავი მიწაში ჩადეს, იმ მიწაში რაღამ უნდა იხაროს. დღეს გარედან შევწამლავთ, ხვალე ამას ჩაიტანს მიწაში წვიმის წყალი და შემდეგი წლისთვის უკვე შიგნით ნაყოფში მოგართმევთ იმ საწამლავს ის ვენახი. ამიტომ დაუბრუნდით ძველ ფესვებს, დაუბრუნდით კულტურას, ძველ კულტურას და ამ კეთილშობილი სიტყვით თხრობა არ ვარგაბ ეცინებათ ხოლმე, როცა ვამბობ ხოლმე ბებიაჩების სიტყვებია ეს მე მისგან მაქვს პირველად მოსმენილი და მაინც უნდა ვთქვა. წამალი და საწამლავი ერთი ფუძიდან მოდის შვილო მითხრა, ძალიან ახლა პატარა ვიყავი მაშინ. გააჩნია როგორ მოიხმარო. წამალით შეიძლება საწამლავად ექცეს ადამიანს და საწამლავით ხანდახან წამლად ექცევა ხოლმე ადამიანს. ამიტომ ღვინო საწამლავად მოიხმართ ჩემო ქართველებო, ღვინო მოიხმარეთ დასალოცად, ღმერთის სადიდებლად, ოჯახის სამგზელებლად, ახალი წლის და ახალი სურვილების სადიდებლად და მიიღეთ ზომიერად. დიდი მადლობა ბატონ ზაქარია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენ პაციენტებს, ჩვენი კლინიკის სტუმრებს, რომ დღეს ჩვენ ვართ ახალი წლის დღეებში ვართ, ამიტომაც ამ მიმართვას სხვა დანიშნულებაც აქვს, არა მარტო მისალოცე, არამედ რჩევა და რეკომენდაციის სახით. მე როგორც ექიმ ნუტრიციოლოგს ელისაბედ ლიზიკუჯავას, ბატონ ზაქარია როჭიკაშვილს, ჩვენს კლინიკის ხელმძღვანელს, ექიმს, გასტროენტეროლოგს და ენდოსკოპისტს, მინდა რომ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება და მინდა ისეთი ქართული სუფრა ვისურვო, სადაც ბებიის ამოვლებული ჩურჩხელა და ბებიის ხილისანაბეჭდიანი მჭადი და ბაბუის დაწურული ღვინო იდგება. ესეთი სუფრები მომუშავოს საქართველოში. ეს იმ ხაზს ნიშნავს ბატონ ზაქარია, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, რომ თაობები ერთმანეთზე ზრუნავენ, რომ საქართველოში ქართული ჯიში და ქართული გენი არ გადაშენდება. ერთმანეთის ყოფნა რო უხარია. და ერთმანეთის ყოფნა რო უხარია. სიყვარული და სიხარული მომუშავოს ღმერთმა, ჯანმრთელობა და ბედნიერება ბატონ ზაქარია. გილოცავთ.